მოგესალმებით, დღეს ჩვენ განახებთ დეტალებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ წვიმიან ამინჩი ქალაქის გამოსდის დროს. პირველ რიგში ვრთავთ ფეჭს, ფეჭი უნდა იყოს ერთიანზე დაყენებული, წითელზე გვექნება ის დატრიალებული, ერთიანზე დავაყენებთ და იმას უშორთ უკვე მინის საწმენზე, რომ წინა მხარეს ეგრეთ წოდებული ლაბაოი არ დაიორთქლოს ხოლმე. თუ უკანა მინაც გვექნება დაორთქლილი, მაგ შემთხვევაში ვრთავთ აი ამ ღილაკს, დავაწვევით აი ამ ღილაკს და ამ შემთხვევაში უკანა სტეკლო უკვე სრულად გაგიშრება ხოლმე, ანუ არაფერი დაორთქლა და რაღაც მსგავსი არ დაგემუქრებათ არაფერი. თუ ფეჭს შეგვებული არ ხარ და რაღაც, მაგ შემთხვევაში ვწევთ ხოლმე ფანჯარას, ჩვენი მხარე ფანჯარა ჩამოვწევთ ხოლმე ოდნავ, როდესაც ჰაერი იმოძრავებს, მაგ შემთხვევაში უკვე ფანჯრების დაორთქლის საშუალება აღარ იქნება, ამ ფანჯრები არ დაგვეორთქლება. რაც შეეხება მინის საწმენდების ჩართვას. დაბლა ჩამოწევის დროს ირთვება ერთჯერადი მინის საწმენდი, ანუ ერთხელ გაიწმინდება და მეტი რეაგირება არ კეთება არაფერი. ზევით ერთხელ აწევის დროს გააკეთებს ერთხელ მოძრაობა, ცოტა დრო რო გავა კიდე გაიწმინდება, შემდეგ ისევ გაიწმინდება. ორჯერ აწევის შემთხვევაში შედარებით მაღალ ტემპში მოძრაობს მინის საწმენდები და უფრო სწრაფად აკეთებს გადაწევა-გადმოწევა და სამჯერ აწევის შემთხვევაში კიდევ უფრო ჩქარდება. ანუ ეს ყველაფერი არის წვიმის დონეზე დამოკიდებული, რა დონის წვიმა იქნება. თუ ატყობთ რომ თქვენ ცოტაზე წვიმს, პატარაზე წინს გავს და რაღაც, მაგ შემთხვევაში ერთჯერადი მინის საწმენდის გამოყენება საკმარისია ხოლმე მაგ შემთხვევაში, ანუ ერთჯერადზე ერთი თქვით ჩამოწევი და გაუშვებთ ხოლმე ხელს, გადაწმინდავს მინებს, მეტი რეაგირება არ კეთდება ხოლმე არაფერი.